მოგესალმებით ყველას მეგობრებო. იცნობთ ამ ადამიანს? თუ იცნობთ, დამიწერეთ კი. თუ უბრალოდ მასე გაგიგიათ, დამიწერეთ გამიგია. თუ ეხლა ეცნობით, დამიწერეთ ვეცნობი. თუ არ იცნობთ, მაშინ დაწერეთ არ ვიცნობ. მოკლედ 4 ვარიანტი შემოგთავაზეთ. პირველი, რომელიც იცნობთ, დაწერეთ ვიცნობ. მეორე, რომელიც ეცნობით, დაწერეთ ვეცნობი. მესამე, რომელსაც გაგიგიათ ამ ადამიანის შესახებ, დაწერეთ გამიგია. და მეოთხე, რომელსაც საერთოდ არაფერი გაგიგიათ, დაწერეთ არაფერი გამიგია. მოგეხსენებათ, რომ ტრანსცენდენტალურ ფსიქოლოგს აქვს გამოცდილება იმაში, თუ როგორ გაიყვანოს ადამიანები მის საზღვრებს და მის გამოცდილებებს, მის ჩარჩოებს მიღმა. იქნება ეს ფიზიკური, ასტრალური თუ მენტალური სფერო. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ დავაგროვე სამკმაოდ გამოცდილება იმაში, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები და როგორ არიან ისინი ერთ ჩარჩოში მოქცეული. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად ეშინიათ, როდესაც კონკრეტული ადამიანი იქცევა არა ჩარჩოებში მოქცეულად, ანუ არა ადეკვატურად, მაშინვე ხდება ლოკოკინის ეფექტი. თქვენ იცით, რომ ლოკოკინესთან როგორც კი ხელს მიიტან, მაშინვე შეიკუმშება და თავის ნაჭუჭში შევა. სწორედ ასეთი მომენტია, როდესაც ჩარჩოებში მოქცეულ ადამიანს დაანახებ საზღვრებს, გინდა საკუთარი თავიდან გამომდინარე, გინდა მისივე თავიდან გამომდინარე. ადამიანებს ეწყებათ შიში, იკეთებიან საკუთარ ნაჭუჭში და შეიძლება საკუთარ თავთან ან კიდევაც მესამე პირთან დაიწყონ იმის გამოტანა გარეთ, თუ როგორ შოკი იყო ამ ადამიანისთვის, აი ამ კონკრეტული ადამიანის ესა თუ ის ქცევა, ესა თუ ის სიტყვა, ესა თუ ის ქმედება. მოდი დავბრუნდეთ პირველ საუკუნეში. როდესაც იესო ქრისტემ აბსოლუტურად თავდაყირად დააყენა ამ ჩარჩოში მოქცეული ადამიანების ცნობიერება. რა თქმა უნდა, სანამ თავდაყირად დააყენებდა, მან ყველაფერი დეტალურად შეისწავლა, თუ რა, როგორ, რანაირად მოქმედებს კაცობრიობის არა მხოლოდ სოციალურ სფეროში, არამედ ფსიქიკაში, მის შინაგანში, მის გარეგანში. და ხშირად მეტნაწილად ადამიანის გარეგანი ქცევა სულაც არ შეეფერება მის შინაგან ქცევას. აი მაგალითად, როდესაც ადამიანს ეზიზღება მეორე ადამიანი, ის კი არ ეუბნება მას, რომ მეზიზღები, არამედ რადგან შიშისგან გამომდინარე, რომ იმ ადამიანმა რამე უფრო უარესი არ უქნას ამ ადამიანს, ეუბნება ღიმილი თუ ირასაყვარელი ხარ. აქედან გამომდინარე, ადვილად დასაფიქსირებელია ადამიანების ორპირობა და არა მხოლოდ ორპირობა, შესაძლებელია მრავალპირობა შინაგანიდან გარეთ გამოტანაში. მაგალითად, როდესაც ადამიანს უყვარს, ეშინია, რომ ამ საკითხს შეეხოს და იმ ადამიანს, რომელიც უყვარს, მას პირდაპირ უთხრას, რომ ის მას უყვარს. რამე თუ ჩვენ სოციალურ სფეროში ესეთი სხვადასხვა კანონები, წესები და ჩუმჩუმი რაღაც ილეთები გვაქვს, ერთი წოდით. ბავშვებო, რა ხდება? ილეთები გვაქვს, რომლებიც ვისწავლეთ, რომ ამა თუ ამ მომენტში ესა და ეს უფრო აჯობებს, ვიდრე პირდაპირობა, ვიდრე გულწრფელობა, ვიდრე აბსოლუტური შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა. რა გააკეთა ქრისტემ ასეთი უცნაური, რომელი უცნაურობებიც იმ დროინდელ საზოგადოებას იმდენად რა ხდება, ბავშვებო? ესე იგი, იმდენად შეეხო და იმდენად რეზონირდა, რომ
ვერ ატანის შემთხვევაში ეს ადამიანი ჯვარსაც კი აცვა. მაგალითად, მოდი მაგალითები გავიხსენოთ ქრისტეს ცხოვრებიდან, რომელიც შემოგვრჩა, ხომ? მაგალითად, ქრისტემ ძალიან გააღიზიანა ასეთმა საკითხმა, როდესაც ერთ მხრივ რაბები საუბრობენ უმაღლეს სულიერებაზე, უმაღლეს რაღაცა ღმერთზე და მათ მამაზე და მათ წარმომქმნელზე, შემოქმედზე და მეორე მხრივ მისავე სახლში გამართული აქვთ ვაჭრობა. ქრისტე რომ არ ყოფილიყო ტრანსცენდენტალური და ჩარჩოებიდან გასული, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუბედავდა როგორც 99.99% კაცობრიობისა ამ რაბებს და ამ ხოჯებს იმას, რომ აეყარა მათი დახლები და მიწასთან გაესწორებინა ეს მათი ნადავლი, ტავარი უпроსწორედ. რომ არ ყოფილიყო ის ტრანსცენდენტალური, ის ვერ გაბედავდა ამ საქციელს და ვერასდროს ვერ გავიგებდით, რომ არსებობდა ოდესღაც კაცი, რომელმაც ამ საკითხს ისე ადვილად შეეხო, რომ დღემდე ვიცით, მართალია ჩვენ გონია, რომ ეს ადვილი საკითხია და ადვილად გადაწყვიტა ქრისტემ და ამაში მხოლოდ ერთი ქმედება იყო საჭირო, რომ ის მისულიყო დახლთან და აეყარა იქავრობა. მინდა გითხრათ, რომ აქ ადამიანის ფსიქოტიპს, როდესაც განვიხილავთ ჩვენ, რა მოხდა ამ დროს, საზოგადოებაში, სადაც მოწიწებით, როგორც დღეს ხდება ხოლმე რა, ფარისევლურ საზოგადოებაში მღვდლებთან, მოწიწებით უნდა შეგეხედა მღვდლისთვის, რაბისთვის, აუცილებლად თავი უნდა დაგეხარა, აუცილებლად თქვენობით უნდა გესაუბრა, მიდის ადამიანი და თქვენობით და მოწიწებით კი არა, პირდაპირ სახეში აყრის მათ ხურდებსა და თელს ამ ტავარს. რა თქმა უნდა, იმდროინდელი საზოგადოება სხვათა შორის მისი მოწაფეებიც კი ამ საკითხს ცოტა ალმაცერად უყურებდა და ამბობდა, რომ ქრისტე მართლა ჭკუიდან შეშლილია და აქ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანთან გვაქვს საქმე, თუმცა მათ სხვა გზა აღარ ქონდათ, რომ დაეტოვათ ქრისტე და ისინი მაინც ბოლომდე ცდილობენ, რომ ქრისტეს დაუდგნენ მხარში. იმიტომ კი არა, რომ მათ იციან და ესმით, რას აკეთებს ქრისტე ბოლომდე. არა, იმიტომ რომ მათ ყველაფერი მიატოვეს ქრისტეს გამო, ყველაფერი დატოვეს და ახლა, როდესაც ასეთი რაღაცები მჟღავნდება ამ კაცისგან, უკან წასასვლელი გზა აღარ აქვთ და ცოტა უცნაურად მიაჩნიათ ქრისტეს საქციელები, თავის მოწაფეებსაც კი. იყო თუ არა ქრისტე გიჟი ამ დროს, რა შეგვიძლია ვთქვათ? მაგალითად, როდესაც ადამიანი დღეს შედის ეკლესიაში და ამა თუ იმ მღვდელს მიუთითებს, ამა თუ იმ არასწორ საქციელზე, რომელიც დღესდღეობით ფარისევლურად ეკლესიებში ხორციელდება, ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა, ქრისტეს მსგავსად პირველ საუკუნეში უწოდებენ გიჟს და ფსიქიკურად შეშლილს. ამას არ უწოდებენ ტრანსცენდენტალურს, ან არ უწოდებენ ღვთიურს, არამედ უწოდებენ, რა თქმა უნდა, დაკნინებულ დონეზე გიჟს და შეშლილს. როგორც ხდებოდა პირველ საუკუნეში, როდესაც ქრისტე ასეთ საქციელებს განახორციელებდა და როდესაც ტონს აუწევდა, როდესაც ხელს იმარჯვებდა და აი ამ მავნებლობას და ამ საძაგლობას, რაც ორ პირობასა და ათ პირობასთან იყო კავშირში, პირდაპირ ამსხრევდა. ქრისტე პირდაპირ იყო და ტრანსცენდენტალური და უშიშარი. მაგრამ აი ამ ყველაფერს დღესდღეობითაც კი სიგიჟე ქვია. მართალია ქრისტემ დაიმსახურა ის, რომ იმ პერიოდში პირველ საუკუნეში, როდესაც მან ეს სიგიჟეები განახორციელა, დღემდე ვიცით, თუ რა სიგიჟეები განახორციელა, დღემდე ვიცით, რომ ის წესები და კანონები, რომლებიც იმ დროინდელ შევადარებ რა, დღევანდელ ფარისეվել მღვდლებს აქვთ, შეეპასუხა და გაუსწორა და შეუსწორა, რა თქმა უნდა, ყველასთვის მიუღებელი და უცნაური იყო, რამე თუ ყველა იყო მიჩვეული იმას, რომ
რაბის განსაკუთრებულად უნდა მოექცე მოწიწებით და როგორ შეიძლება უზრდელი რომ შეეპასუხო რაბის. ამ შემთხვევაში ქრისტე შეიძლება გამოვიყენოთ კიდევაც უზრდელად, უკულტუროდ, ფსიქიურად შეშლილად, გიჟად და ასე შემდეგ. მრავალი ნეგატიური ტერმინოლოგია შეგვიძლია გამოვიგონოთ ქრისტეს აღსაწერად და საბოლოო ჯამში აი ესეთი ადამიანები ჯვარს ვაცვათ და შემდეგ აი ესეთ ადამიანებზე უკვე წიგნები ვწეროთ, წერილები ვწეროთ, გამოვიმუშავოთ ამათი ფრაზებით ფულები, ამათი ცხოვრებით ბიზნესები ვაწარმოოთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, მსგავსი ადამიანები, რომლებიც გაიმეორებენ ამა თუ იმ სიგიჟეს, კვლავ და კვლავ გიჟად შევრაცხოთ, კვლავ და კვლავ ჯვარს ვაცვათ და კვლავ შემდეგ ამ ხალხზე შევთხზათ, კვლავ და კვლავ თხზულებები, კვლავ და კვლავ გამოვცეთ წიგნები და კვლავ და კვლავ გავაკეთოთ ბიზნესები. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად ჩვენ ვიმყოფებით ერთი და იგივე წრეზე და დავდივართ და ვტრიალებ ერთი და იგივე წრეზე. ეხლა გიორგი ბიწყინაშვილი წერს. თამარ ხომიც იჭკვიანებს გიჟებს ეძახიან, რადგან ვერ იმორჩილებენ. დიახ, როდესაც გიჟი საქციელებს ჩადის ამა თუ იმ მიზეზის გამო და მიზეზი მხოლოდ ერთია. მიზეზი არის მხოლოდ ერთი, მიმღებლობა მეტია და აღქმა სამყაროსეული საუბრებისა და ხმებისა მეტია ასეთ ადამიანებთან, ვიდრე ჩვეულებრივად დაკეპილ და დაპლასმასებულ ადამიანებში. რა თქმა უნდა, ესე იგი, ძეხვის მსგავსად ერთ ნაწლავში ჩაკეპილ ადამიანს გონია, რომ ის საჭმელი უნდა იყოს იმათთვის, ვინც ეს ადამიანი ამ ნაწლავში ჩაკეპა. ალბათ მიხვდებით, რომ აქ ჩარჩოში მოქცევაზეა საუბარი. როდესაც ნაწლავში ჩაკეპაზე არის საუბარი, ანუ პირდაპირ იმის დასოსისებაზეა საუბარი, პირდაპირ ამის მნიშვნელობით. ის უკვე პროგრამდება იმისათვის, რომ შენ ამის და ამის საკვები ხარ. რა თქმა უნდა, ადამიანებს ეს ჯერათ, რომ შენ ამის და ამის საკვები ხარ და ახლა უკვე შემდეგი ვითარება და პოზიცია ვითარდება, რომ ჩვენ ესე იგი ინტერნეტ სივრცის საკვებები ვართ. ასევე ვისაც ეს ინტერნეტ სივრცე მის საკუთრებაშია, მისი საკვებები ვართ და ასე შემდეგ. და ჩვენ ამას ადვილად ვეჩვევით და ადვილია ასე ცხოვრება, რადგან ისინი გამზადებულ სისტემას, გამზადებულ ფორმულას გვიდებენ წინ და ჩვენ უბრალოდ ტვინი აღარ უნდა გავანძრიოთ, ამ ფორმულას უნდა მივყვეთ ბოლომდე. თუმცა არსებობენ ადამიანები, მსგავსად ქრისტესი, რომლებიც აპროტესტებენ აი ამ მზა ფორმულას და ამბობენ, რომ მამაჩემის მიერ მოცემული ფორმულა უფრო გემრიელია და უფრო ძალიან კარგია. გენადი წერს, განსხვავებული და ფილოსოფიურად მოაზროვნე ამათი აზრით ყველა გიჟია. რა თქმა უნდა. ყველა გიჟია, ვინც არ ეტევა ჩარჩოებში. ყველა გიჟია. იმიტომ რომ ჩარჩოს გარეთ არის გასული, მატრიცის გარეთ არის და მათთვის, რა თქმა უნდა, ეს გამზადებული მატრიცა მოქმედებს, დღემდე მოქმედებდა და ეხლა უკვირთ რატო ამდენი ხალხი როგორ მოხვდა ჩარჩოს გარეთ. ამიტომაც, მეგობრებო, გამოიგონეს ახალი ესე იგი განვითარებები. ადრე იყო მედია, ეხლა არის ხელოვნური ინტელექტი. ადრე იყო რადიო, მერე იყო ტელევიზორი, მედია და ეხლა უკვე არის მობილურები, TikTok-ი, მაგალითად. TikTok-ი, Facebook-ი, ხელოვნური ინტელექტი, GPT და ასე შემდეგ.
ეს ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ როგორც ჩვენ ვითარდებით, ისევე ვითარდება ის ძალა, რომელიც ჩვენ გვმართავდა აქამდე და ამდენი ათასწლეულების მანძილზე. და როდესაც ქრისტე მოდის და აი ამ თავისი ჩარჩოში გასულობით და ჩარჩოდან გასულობით და სიგიჟით, რომელიც ამბობს და გაბედავს იმას, რომ მე მამის შვილი ვარო, აღუდგება სრულიად ამ ქვეყნისეულ სატანის ბორბალს წინ. პირდაპირ წინ აღუდგება. და რა თქმა უნდა, სატანის ბორბალი მას გადაუვლის, მაგრამ მაინც ვერ კლავს. ვერ კლავს, იმიტომ რომ ქრისტე როგორც ამბობს, შენ შეიძლება წამართო ფიზიკური სხეული, მაგრამ შენ ვერ წამართმევ ჩემს სულს. რამე თუ ეს სული მამასთან კავშირშია და მამისგან მოედინება. და ვერავინ ვერც ერთ ძალას ჯერ იმის ძალა ვერ შესწევს, რომ მამას შეებრძოლოს და მამას წაართვას ესა თუ ის ქმნილება. Ja, ერთი წუთით. კი. ასე რომ არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვერ ვიღებთ ადამიანების უცნაურობას, მაგალითად ადამიანი რაღაცაზე გაღიზიანდა და დაიწყო ყვირილი. რა უცნაური ხარ და მიაბზუებს ყველა ცხვირს და წავა იქით თითქოს და იყოს ეს საშიში ადამიანი. მაგრამ როგორც კი პუტინი გაჩნდება მათ წინაშე, მოწიწებით და დიდი სიამოვნებით ესე თავს დაუქნებენ და შეიძლება კიდევაც დაუჩოქონ და აკოცონ და რა ჭკუაზე გადავიდნენ. მოდი ვნახოთ, რას აკეთებს ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყვირის და მოდი რას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც მილიონობით კაცებს, ბავშვებს თუ ქალებს კლავს. თქვენ იცით, რომ ადამიანი ორი საკითხით იმართება, ან უნდა ეშინოდეს, ან უნდა უყვარდეს. მესამე მას იმდენად დასუსტებული აქვს მესამე საკითხი, რომ რამე სხვა არსით იმართებოდეს, რომ აგერ როგორც ვიცით დღეს 9 მილიარდი კაცობრიობიდან სულ რაღაც შეიძლება 1 მილიარდი, 2 მილიარდი ადამიანი იცნობდეს იესო ქრისტეს. 9 მილიარდი ადამიანი თავისით ცხოვრობს, თავისას უბერავს. რატომ? იმიტომ რომ მატრიცა კარგად დაფორმულებულია და კარგად მუშაობს. ამ დედამიწაზე. მონური რეჟიმი იცვლება 1/2-ით. დამიწერე უბრალოდ, იცნობ ქრისტეს, თუ ჯერ არ იცნობ. გაგიგია მის შესახებ? თუ საერთოდ არ გაგიგია. და თუ იცნობ, მაშინ ისიც დამიწერე, როგორ იცნობ. ცხოვრობ მისნაირად? თუ უბრალოდ წაგიკითხავს და იცი რომ აი ქრისტე იყო და ის ცხოვრობდა ასე. მესან შემიძლია. სამწუხაროდ და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი სატანური რელიგიური დაჯგუფებები, როგორიც არის სინოდის წევრები და ასე შემდეგ, ადამიანებს ასეთ რამეს უდებენ ტვინში, რომ ის ქრისტე იყო და ჩვენსაც შეგვიძლია ქრისტეს მსგავსად ცხოვრება, ჩვენ ცოდვილნი და ჩვენ საცოდავნი, ჩვენ უსუსურნი. და განა ამისთვის მოვიდა ქრისტე, რომ ამ უსუსურობაში დარჩენილიყავით კვლავ? არა, უბრალოდ მითხარი, შენ იცნობ ქრისტეს, თუ მისნაირად ცხოვრობ. თუ შენ უბრალოდ გიყვებიან ქრისტეზე მღვდლები და შენც მხოლოდ მოყოლიდიდან გაგიგია ქრისტეს შესახებ. ზოგ ადამიანს ქრისტე პირადად უნახავს და მას გასაუბრებია კიდეც. დამიწერე ყველაფერი, რაც ქრისტეს შესახებ იცი. ახლა კი გემშვიდობები.